ზებნილი ამჟამად. ეს არის ვლადიმერ ბედუკაძე, ამავე მერვე საპრობილის მორიგე ინსპექტორი. გამოძიების ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 154 პრიმა წამება და 154 ტერცია დამამცირებელი და არადამიანური მოპყრობა მუხლებით გათვალისწინებული ბრალდებით დაკავებულია, როგორც მოგახსენეთ, 10 საჯარო მოხელე. ერთ ბრალდება წარდგინა დაუსრულებლად და ის იძებნება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სხვა დამნაშავე პირთა დასადგენად. ნებისმიერი პატიმრის, კანონიერი უფლების ან ჯანმრთელობის ხელყოფა უმკაცრესად იქნება დასჯილი ჩვენ არღვევდნენ პატიმართა უფლებებს. ზოგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მოხელეთა ერთი ჯგუფი, კერძოდ ლევან ფურცხვანიძე და ვლადიმერ ბედუკაძე, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ სხვა პირებს, ახორციელებდა პატიმართას მიმართ სასტიკ და არადამიანურ მოპყრობას. შე შემთხვევაში წამებასაც ჰქონდა სამწუხაროდ ადგილი. ისინი ვიდეო ფირზე აღბეჭდავდნენ საკუთარ და სხვა პირთა დანაშაულებრივ ქმედებებს და სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ აღწევდნენ ამ პირებს მესამე პირებს. მესამე პირთათვის ჩანაწერების გადაცემის ორგანიზებას უწევდნენ თამაზ თამაზაშვილი და თამაზ ელიზბარაშვილი. გამოძიების ამ ეტაპზე ჩვენ ხართ არსებული ინფორმაცია, რომელიც თქვენ თვითონ მოგეწოდებია არის ეს. დანარჩენ გამოძიება მიმდინარეობს ბუნებრივია და სხვა ინფორმაციას, რომელიც მოპოვებული იქნება გამოძიების მიერ და საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის, ჩვენ აუცილებლად მოგაწვით. მადლობა ყურადღებისთვის. ეს იყო პირდაპირ ჩართვა იუსტიციის სამინისტრო და სადაც განცხადება მთავარმა პროკურორმა მურთაზ ოდელოვამ გააკეთა. ჩვენ თემას ვრცლად ქრონიკაში 14 საათზე დავუბრუნდებით.